ჩვენი დღევანდელი პრეს-კონფერენცია ეხება ქალთა წარმომადგენლობას პარტიების სიებში. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ყველა საარჩევნო სუბიექტის სიები და ჩვენ შეგვიძლია უკვე გენდერული ანალიზი ჩაუტაროთ ამ სიებს. ჩვენ ძირითადად შევისწავლეთ 7 პარტიის მონაცემები და სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ქალთა წარმომადგენლობა ძალიან დაბალია პარტიულ სიებში. მაჟორიტარი კანდიდატებს რაც შეეხება ძირითად პარტიებს 4-5 ქალი ყავთ კანდიდატებად დასახელებული მთლიანად ყველა ოლქისათვის ერთად აღებული, ხოლო რაც შეეხება პროპორციულ სიებს, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პირველ 2 ათეულში მხოლოდ 6 ქალი ყავს წარმოდგენილი, ხოლო შემდეგ ათეულებში, თითო ათეულში 2 ან უფრო ნაკლები. თავისთავად ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით არ უნდა დასრულდეს საქართველოში არჩევნები და რომელმა პარტიამაც არ უნდა გაიმარჯვოს, ძალიან დაბალი იქნება ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა. რეალურად ჩვენ თუ გადავხედავთ იმ რეიტინგებს, რა რეიტინგების პარტიებს წინასწარი გამოკითხვებით გააჩნია და ამის მიხედვით დავითვლით, ჩვენ ვნახავთ, რომ ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა იქნება ან ისევ 12%, ან კიდევ უფრო დაბალი. ეს მაჩვენებელი არა მარტო რეგიონის მიხედვით არის ძალიან დაბალი, არამედ მსოფლიო შედეგების მიხედვითაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უკანასკნელ ადგილზეა ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობით. თავისთავად ეს მოვლენა არის შემაშფოთებელი, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ დემოკრატიაზე, წარმომადგენლობით დემოკრატიაზე მით უმეტეს, როდესაც ესეთი სავალალო მდგომარეობაა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა ახალ პარლამენტთან კვოტების საკითხზე, ვინაიდან დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ პარტიების მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო დაპირებები იმის შესახებ, რომ კვოტების მიუხედავად ისინი მაინც იმუშავებენ ქალ კანდიდატებთან და გააძლიერებენ ქალებს საკუთარ პარტიებში, აღმოჩნდა მორიგი ტყუილი, რომელიც არ შესრულდა და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის ისევ და ისევ კვოტების ლობირება, საკანონმდებლო წესით უნდა დარეგულირდეს ქალთა წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში. შეგვიძლია დავიწყოთ, ხო, მიხეილ ბენიძე, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი. ესე იგი, როგორც ბაიამ წარმოადგინა, ძალიან მძიმე მდგომარეობა არის საარჩევნო სიებში ქალების წარმომადგენლობის კუთხით. აი ამ ანალიზის შედეგები ცხადყოფს, რომ პრაქტიკულად არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ქალთა ისეთი წარმომადგენლობა, რომელიც მისასალმებელი იქნებოდა. 2 პოლიტიკურ ძალას აქვს მხოლოდ დაცული, ეგრეთ წოდებული 30%-იანი წამახალისებელი, ფინანსური წამახალისებელი ეს მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა წარმომადგენლობას. ეს არის რესპუბლიკური პარტია და ეს არის თავისუფალი დემოკრატები. სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ ანალიზის შედეგად ჩანს, რომ აქვს ქალთა ძალიან დაბალი წარმომადგენლობა, მათ შორის ძირითად მმართველ პარტიას და ძირითად ოპოზიციურ პარტიას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა პირველ ათეულში მათ ყავთ წარმოდგენილი ქალები, საერთო ჯამში პროცენტული მაჩვენებელი როგორც სიაში, ასევე მაჟორიტარულ კანდიდატებად წარდგენილი ქალების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და როგორც ამ ანალიზის შედეგად ირკვევა, 368 კანდიდატიდან, რომელიც აი ამ 7 სუბიექტს აქვს წარდგენილი, მხოლოდ 44-ია ქალი, ეს არის 12%-ზე ნაკლები, შესაბამისად, მომდევნო პარლამენტში ალბათ 12%-ზე ნაკლები იქნება ქალთა წარმომადგენლობა და ამით შეიძლება გაუარესდეს კიდევაც ის მაჩვენებელი, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ. ეს არის ძალიან სავალალო, ეს აჩვენებს იმას, რომ პარტიების მიერ გაცხადებული პოზიცია, რომ ისინი თავისი სურვილისამებრ დაიცავდნენ ქალთა წარმომადგენლობის, ასე ვთქვათ, გაზრდის მიმართულებით გაატარებდნენ ღონისძიებებს და თავად ყოველგვარი კვოტების და დამატებითი მექანიზმების გარეშე ჩასვამდნენ ქალებს სიაში, ეს აღმოჩნდა სიცრუე, ფაქტის სახეზე არის, რომ მათ ეს არ გაითვალისწინეს და უფრო მეტიც არც 30%-იანი წახალისების აი ამ ფორმამ, ზომამ არ იმოქმედა და უმეტეს პარტიებს არც 30%-ზე არ ყავთ წარმოდგენილი, ანუ ყოველ ათეულში 3 ქალი მაინც რო იყოს, ამ ნიშნულსაც კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმეტესობა და ძირითადი სპექტრი. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ
ძირითადი დისკუსია უნდა წავიდეს სწორედ კვოტების შემოღებაზე, როგორც მექანიზმზე, რომელიც დაარეგულირებს სწორედ ქალთა წარმომადგენლობას. მე შეგახსენებთ, რომ საუბარი იყო, როდესაც ჩვენ საუბრობდით 50%-იან ქალთა კვოტაზე, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროპორციულ სიას, პრაქტიკულად ეს უზრუნველყოფდა იმას, რომ 77 ადამიანი და ნახევარი მაინც ყოფილიყო ქალები, შესაბამისად საერთო პარლამენტში დაახლოებით 25% იქნებოდა ეს წარმომადგენლობა. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს გაცილებით უარეს ამის ნახევარზე ნაკლები წარმოდგენილი პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში წარდგენილი კანდიდატების სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება საბოლოოდ პარლამენტში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეხლა ამ არჩევნებისთვის ცხადია ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მომდევნო არჩევნებისთვის, რომელიც არის მომდევნო რეგულარული არჩევნები, არის შუალედური არჩევნები 2000, უბრალოდ ბოდიში თვითმმართველობის არჩევნები 2017 წელს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მაქსიმალურად, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მაინც ჩვენ ეს ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობა, რომ არსებობდეს კვოტები, რომლებიც მისცემს ქალებს საშუალებას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში იყარონ კენჭი, ასე ვთქვათ, საკუთარი ტერიტორიის, საკუთარი ადგილობრივი თემის პრობლემების გადასაჭრელად და ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ ეს ამ მექანიზმით ჩვენ უზრუნველყოფთ არა მხოლოდ ქალთა წარმომადგენლობას, არამედ ზოგადად პოლიტიკის გაუმჯობესებას საქართველოში, მათ შორის პრობლემების გადაწყვეტის კუთხით ადგილობრივ თვითმმართველობებში. პრინციპში ეს არის ის ძირითადი, რაც მინდოდა მეთქვა, ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას გენდერული კვოტების მხარდასაჭერად, იმისათვის, რომ გქონდეს უფრო თანასწორი თვითმმართველობის ორგანოები და იმისათვის, რომ 4 წლის შემდეგ მაინც გქონდეს უფრო თანასწორი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი ქვეყანაში.